ჩემი შენ გითხარიო, გული მოგიკალიო. რატომ არ უხდება დიდ შუბლს ნამუსის ზარგი? გაუბოზდება თუ არ რძალი ნაბოზარ დედამთილს. ისა ეთერში ვარ, უკაცრავად. გთხოვთ ჩართოთ სიუჟეტი. კონკრეტული კრიტერიუმი თავმჯდომარისათვის კანონმდებლობაში არ დევს, რომ არ უნდა იყოს ვთქვათ რომელიმე პოლიტიკური პარტიიდან, თუმცა ბუნებრივია რომ ყველა მხრივ და ასე ვთქვათ შემოწმდეს კონკრეტული ადამიანის ასე ვთქვათ გარშემო მისი პოლიტიკურ პარტიაში ყოფნის გამო რამდენად თავისუფალი იქნება იგი პოლიტიკური გავლენებისგან. არა, მიყვარს გულწრფელი ხალხი კი? რა, ვერ ნახეთ კაცო, როგორი გულწრფელია კოტე პავლეს ძმა? დედას ფიცავარ მეც გულწრფელად მჯერა რომ სანამ კოტე პავლესმა კუბლაშვილს მთავარ მოსამართლედ დანიშნავდნენ, ჯერ ყოველმხრივ შეამოწმეს, იყო თუ არა პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი. და მხოლოდ მას შემდეგ დანიშნეს, რაც დარწმუნდნენ რომ არ იყო. აი წარმოვიდგენ ახლა კანდიდატურების განხილვისას მუშნივით წარფშეკრული ადეიშვილი როგორ ამბობს. ერთი ძმა ოპოზიციაში იყოს და მეორე მთავარი მოსამართლის სავარძელში არ გამოვა. უნდა დაჯდეს კოტეო და კოტე პავლეს ძმაც ხსენებულ სავარძელში ჯდება. თუმცა ხა მე თუ მკითხავ პავლეს სულაც არ იყო ეხლა მთავარი ფაქტორი და კოტეს სულ ტყუილად ამოადინეს სხვილში ძმად. აბა ბიჭო ეხლა ვინც პავლეს ძმა არ იყო წინა ხელისუფლებაში ან სადმე სხვაგან პოლიტიკურ გავლენას აღარ გრძნობდა რაც. მაგას იკადრებდნენ სწორედ ეხლა ჩემი ნამაღლარი და მისი ორი ნაგაღლეტილარი. ხო და დაუჯერეთ ამ პატიოსან პავლეს ძმას, როცა მთავარი მოსამართლის როგორობაზე ლაპარაკობს. შეიძლება ეხლა ის კი არ იცის როგორი უნდა იყოს, მაგრამ როგორი არ უნდა იყოს ზუსტად იცის. ჩვენ ხომ კაცო ჩვენზე უკეთ არავინ გვიცნობს.